გამარჯობა. მე გიორგი ვარ და დღეს წარმოგიდგენთ ორ თანამედროვე SUBOOK და პროდუქტიულ ASUS VivoBook S სერიის 14 და 16 ინჩიან მოდელს. ასე რომ თუ ლეპტოპის განახლებას გეგმავთ, საქმეს გაგიმარტივებთ და თქვენთან ერთად განვიხილავთ თითოეულ მათგანს. ორივე მოდელი გახლავთ SUBOOK პორტატულ და თანამედროვე კორპუსში, რაც მათ ლეპტოპის მთავარი დანიშნულებისთვის, გადაადგილებისთვის მოსახერხებელს ხდის. ალუმინის მსგავსი ტექსტურა, თხელი მინიმალისტური და თანამედროვე ნაცრისფერ და ვერცხლისფერ ფერებში გვაქვს წარმოდგენილი. მათი მთავარი ძლიერი მხარეა OLED ეკრანი, მაღალი ფერთა სიზუსტე და კონტრასტულობა, 300 ნიტი სიკაშკაშე. იგი დღის შუქზეც კარგად მუშაობს, რადგან სიკაშკაშესთან ერთად შედარებით ნაკლებ სინათლეს ირეკლავს. თან ეკრანი 180 გრადუსით იხსნება. 16:10 ფორმატი გვაძლევს მეტ სამუშაო სივრცეს. ვერტიკალურად იქნება ეს დოკუმენტები, ცხრილები თუ პრეზენტაციები თუ სხვა. გადავიდეთ ტექნიკურ მხარეზე. ლეპტოპები თითქმის იდენტურია. პროცესორი AMD Ryzen 5 ან Ryzen 7. ასევე ბაზარზე გვაქვს Intel Core-ის ეკვივალენტი. ძლიერი პროცესორები, თუმცა ვიდეო ბარათი არ აქვს. ამიტომ გეიმინგი მხოლოდ SUBOOK-ად არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, გვაქვს ოპერატიული 16 GB DDR5, კომფორტული მრავალფუნქციური სამუშაოებისთვის. ხოლო შიდა მეხსიერება 512 GB-ის სწრაფი და დაცული SSD. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლეპტოპები აღჭურვილია თანამედროვე პორტებით, USB-C, USB-A და HDMI სრული ზომის. რაც ნიშნავს, რომ დამატებითი ადაპტერების გარეშე შეძლებ მონიტორის, ფლეშკის ან სხვა პერიფერიების დაკავშირებას. Wi-Fi სტაბილურია და ძლიერია, რაც ონლაინ მუშაობისთვის და ვიდეო ზარებისთვის აუცილებელია. ორივე მოდელი ცოცხლობს 70 ვატ-საათიანი ელემენტი. ეს უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას დღის რეჟიმში. თუმცა მძიმე დატვირთვაზე ყველა ბატარეა ჯდება. 16 ინჩიანი მოდელი ოდნავ მძიმეა, 1,7 კილოგრამი, ხოლო 14 ინჩიანი კი SUBOOK 1,4 კილოგრამიანია. რა თქმა უნდა, პატარა ეკრანიანი მოდელი უფრო კომფორტულია ყოველდღიური ტრანსპორტირებისთვის, თუმცა მე პირადად დიდი ეკრანი მირჩევნია. აღსანიშნავია კლავიატურის კომფორტიც, რბილი დაჭერა და განათება, რაც დაბალ ღამის რეჟიმშიც კომფორტულ მუშაობას უზრუნველყოფს. დიდი და ზუსტი თაჩპადი ყოველდღიურ ნავიგაციას ამარტივებს. ASUS VivoBook S სერია არის ოქროშუალედი დიზაინსა და პროდუქტიულობას შორის. არ არის გეიმინგ მონსტრი, მაგრამ არის ისეთი ტიპის ლეპტოპი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს. თხელი, თანამედროვე და საკმაოდ ძლიერიც. თუ გჭირდება SUBOOK, სანდო მოწყობილობა და თან თვლი რომ განახლების დროა, მაშინ ეს სერია ნამდვილად საშენოა. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო. დამატებითი ინფორმაციისთვის და დეტალებისთვის ეწვიეთ ვიდეოს აღწერაში მითითებულ გმულს. მე კი დროებით დაგემშვიდობებით.